მაშ მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო და ეხლა გავაკეთე ესეთი რამე. ანუ პირადზე გინდათ ვიცი, წერთ, რაღაც კომენტარებია ისო ესო და მოკლედ მე ხა ჩამოვაყალიბე აქ კითხვები და დავიწყებ ესე. ვინც ახლა მიყურებთ და აქ ხართ შემოსულები, ძალიან დიდი მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, რა თქმა უნდა, ლაიქებისთვის და ყველაფრისთვის. ჯერ ვეკითხებით კარგს, რისკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ყურადღება. ერთი გაშლა იქნება თავისი რჩევებით. რისკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ყურადღება. რა მნიშვნელოვან ძვრებს, ეტაპს გავდივართ ახლა? ახლა რა მნიშვნელოვან ძვრებს, ეტაპს გავდივართ? თუ დასტაბილურდება ურთიერთობა იმ ადამიანთან, იმ სიტუაციასთან, რაც ჩვენ გვაინტერესებს და ვინც გვაინტერესებს, არის მესამე პირი ჩვენსა და მას შორის, ანუ ჩარეული არის მესამე პირი. სამყარომ რატომ შეგვახვედრა ეს ადამიანი? და რჩევა არის თუ არა ეს არჩევანი სწორი. ეხლა ვისთანაც ვართ, ან რა სიტუაციაში ვართ. დავამატებ ყოვლის მხედრულ თვალს იგივე კითხვებით ერთ ვარიანტზე. რისკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ყურადღება, ანუ ისინი, ვინც ამ ვიდეოს ყურებენ. საჯაროდ გაშლა ყველასთვისა, რა მნიშვნელოვან ძვრებს, ეტაპს გავდივართ, გადიხართ თქვენ. ანუ დასტაბილურდება თქვენი ურთიერთობა, თქვენი სიტუაცია. არის მესამე პირი, ჩარეული თქვენსა და მას შორის. სამყარო რატომ შეგახვედრათ და რჩევა თუ არის ეს სწორი არჩევანი. დავიწყეთ პირველი შეკითხვით. რისკენ უნდა იყოს მიმართული თქვენი ყურადღება ამ ეტაპზე. თქვენი ყურადღება უნდა იყოს მიმართული სიყვარულზე, წარსულ სიყვარულზე, აი ესეთი ბავშვური სიყვარული, გულწრფელი სიყვარული, სიყვარულის ენერგიებში უნდა იყოთ ეხლა, იმიტომ რომ მოდის დიდი მფარველობა ზემოდან. კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩამოსულები არიან ნათელი ძალები, ყველა სტრუქტურის და galaktikis ფედერაციიდან, ასე ვთქვათ, კურატორები, ჩვენი მფარველი ანგელოზები, როგორც გინდათ ისე დაარქვით, ჩამოსულები არიან, რომ დედამიწა გადაარჩინონ, დედამიწაზე დაამყარონ აბსოლუტური ბალანსი და ჰარმონია. ისინი გვეხმარებიან ჩვენ და ამას ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ. ამიტომ გულწრფელი, ნამდვილი სიყვარული შვილებთან, ოჯახის წევრებთან, საერთოდ გარემოსთან, სამყაროსთან, ყველა ცოცხალ სულიერ მშვენიერ არსებებთან არის საჭირო სიყვარულის ენერგიები, მადლიერება, აი ესეთი ყურადღება უნდა იყოს გამოხილვებული დღეს, ამ აწყო დროში. ვინც ეხა მიყურებთ, რა მნიშვნელოვან ძვრებს, ეტაპს გადიხართ ეხლა თქვენ, ვინც არ ხართ შემოსულები. კონფლიქტური სიტუაცია, გაყოფა, დაშორება, სევდა, მარტოობა, ლოდინი და რა თქმა უნდა ამოდის higher Pisces, ამ შემთხვევაში ქურუმი ქალი, რაც ნიშნავს საიდუმლო ცოდნას, ეზოთერია, ინტუიცია, მისტიკა და ასე შემდეგ. ანუ რას ჩაუყრმავდეთ უნდა თქვენ თავს, მეტი ყურადღება მიაქციოთ თქვენ ინტუიციას და რაღაცნაირად თქვენ თვითონ ეცადოთ, რომ აი თვით შემეცნება, თვით ანალიზი, რაღაცებს ცოტა აი რო თქვენ მესამე თვალი გამეხსნას და ცოტა დავინახო მომავალი. აი როგორ ვთქვა, ზებუნებრივი ძალები. გჭირდება ზებუნებრივი ძალები, იმიტომ რომ თქვენ სიტუაციაში ეხლა შესაძლებელია ფლობდეთ კიდევაც, ჩაძინებული იყოს, მიძინებული იყოს ეს ნიჭები და ეს უნდა გააქტიუროთ, გაახვიცოთ, იმიტომ რომ ეხლა არის ამის შანსი, ძალიან კარგი.
დასტაბილურდება თუ არა თქვენი ურთიერთობა თქვენსა და იმ ადამიანის შორის, ვინც დაფიქრებული გყავთ, ვინც გულში გყავთ, ვიზეც სურვილობთ, ვიზეც ნატრულობთ, ვიზეც ფიქრობთ, ძალიან დიდი გულის ტკივილი ამ ადამიანთან დაკავშირებით მოწყვეტა სოციუმს და საერთოდ არ დანახვა არაფრის, მაგრამ უკვე გამარჯვებისკენ მიდიხართ, ანუ გამოდიხართ ამ მდგომარეობიდან. იყო გულდაწყვეტა, იყო ტკივილი, იყო გულგაჩროება, თითქოს ჩაკეტილები იყავით, არავინ არ გინდოდათ, რაღაცა ესე იყავით რა. ხო იცით როგორც ხდება, მაგრამ გამოდიხართ. გამარჯვებული გამოდიხართ მაინც, იმიტომ რომ სამყარო გაძლევთ კიდე შანსს. საერთოდ ყველაფერი რაც არ კლავს, ის გვაძლიერებს, ხო და გაძლიერდით და თუ არის ვინმე მესამე ჩარეული პირი თქვენსა და მას შორის, ან თუ იყო მესამე პირი, ქალი ამოვიდა. კი ბატონო, უმრავლესობას, აი ხა ეს არის საჯარო გაშლა. კიდევ ერთხელ ვიძახ, პირადში ამოდის სახელმწიფო ვიცოდე და შევხედავ რეალურად ინფორმაციას წავიკითხავ. აქ ამოდის გრძნობასთან დაკავშირებით. ნახე, თითქოს გიყურებდათ, ყურადღებას გაქცევდეთ, შორიდან გითვალთვალებდათ, იყო ეს ქალი, არის, არსებობს ეს ქალი. მაგრამ უნდოდა რომ რაღაცნაირად თქვენსა და მას შორის მომხდარიყო დისონანსი, მაგრამ ჩარევით ეხლა რო გითხრათ, რომ პირდაპირ ჩაერია, არა, მაგრამ რაღაცა იყო რა, აი, როგორ გითხრათ. იყო მესამე, არის მესამე. და რა თქმა უნდა, გრძნობით, ანუ ალბათ უყარდა ან არ უნდოდა, ან მოკლედ. არის მესამე. კი ბატონო. ხო, ან ყავდა მას წარსულში ვიღაც და დარჩა კიდე ის, არ ვიცი, მოკლედ ეს კიდევ ერთხელ ვიზახი საჯარო გაშლა. ყოველ შემთხვევაში ჩანს, უმრავლესობისთვის არის. შემდეგ. რატომ სამყარომ რატომ შეგახვედრათ თქვენ ეს ადამიანი? აქ მაჩვენებს წარსულ ცხოვრებას, მაჩვენებს სიცივეს, ადამიანი, რომელიც თავისი ინტერესებით გონებრივად, ანუ თავისი ესე იგი ინტელექტუალური არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ინტერესებით. ნახე, აი როგორ გითხრათ, უფრო ცივი გონებით იყო მომართული. ამ ცხოვრებაში თუ იმ ცხოვრებაში, ყოველ შემთხვევაში წარსული ცხოვრება ამოდის, შეიძლება თქვენ იყავით, რომ უყურებდით მატერიალურს უფრო, ანუ მატერიალური ფასეულობებს უფრო აქცევდით ყურადღებას და შეგხვდათ ეხლა ესეთი ცივი ადამიანი, რომელიც ის უყურებს ამას უფრო და ანუ თქვენგან უფრო სითბო მოდის და ის უფრო გაციებულია. რაღაც აი ესეთ ვარიანტს ხედავ აქ, ესეც გადასამოწმებელია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საჯარო გაშლა ყველაზე არ არის, მაგრამ ეხლა ამ საჯარო გაშლაში ხო იმ დეტალებს თქვათ ვერ გავხსნი, ხო გესმით იქ? უნდა ვკითხო, აი რატომ ისე, რატომ ასე და ეხლა ეს ხო საჯაროა და ამიტომ თუ ესეთი სიტუაცია არ არის, მაშინ დავანებოთ ამას თავი. ანუ რაღაც წარსული ცხოვრების წარსული დაშვებული რაღაც შეცდომების გამო, ფაქტია რომ წარსულის კარტი ამოდის, რომ გამოსწორდეთ, ამიტომ შეგახვედრათ ეს ადამიანი თქვენ იმ მანკიერი სიტუაციების გამოსასწორებლად, რომ თქვენ აი ამ ადამიანს რო უყურებთ, ხო რაღაც მანკიერება ხო, რაღაც ტკივილი ხო, მერე თქვენ იზრდებით და თქვენ მერე იქიდან გამომდინარე, ხო, რო ხედავთ როგორია, როცა ადამიანს თქვათ ცილს დაწამებ ადამიანს, მოატყუებ ადამიანს, უღალატებ ადამიანთან, თუ ითვალთ მაგცებ, რომ თქვენ არ გაიმეოროთ და პირიქით ან აპატიოთ, ან შეუნდოთ, ან და დაივიწყოთ ეს და როგორც გაკვეთილი, თქვათ სამყარომ, ხო, მოგცათ ესეთი სიტუაცია, ხო, გაიარეთ, მადლობა და ეხლა, უკეთესი მოვიდეს, აი რაღაც ამ დაგვარი სიტუაციაა და რჩება, რა თქმა უნდა, სამყაროსგან, არის თუ არა სწორი თქვენი არჩევანი ამ ეტაპზე. საინტერესოა. ნახეთ, სამყარო მაჩვენებს, რომ შეიძლება თქვენ ხართ ძალიან ძლიერი ქალი და ამ ეტაპზე იმიტომაც ბევრ ადამიანთან მამაკაცებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, მათზე მეტად შორსჭრეტელი იყავით, უფრო ძლიერი იყავით, უფრო რაღაც სიტუაციებში, რა თქმა უნდა. და
ეს ადამიანი უფრო პატარა იყო, სულით პატარას გულისხმობს. შეიძლება ასე კითაც, მაგრამ უფრო აი გონებრივად, სულით, სიძლიერით, ძალაზეა ხო საუბარი. და შეიძლება სამყარომ იმიტომ გამოგიგზავნოთ, რომ თქვენ, ანუ ეს ადამიანი ატაროთ, აი როგორ თქვენი გონება უფრო მეტად ხედავს, თქვენი ინტუიცია უფრო გახსნილია, თქვენ უფრო მეტის დანახვა შეგიძლიათ, მეტის განჭრეტა შეგიძლიათ. ამ ადამიანს არა აქვს ეს. და ამიტომ სამყარომ შეგახვედრათ ეს, რომ გაზარდოთ, თქვენთან რომ გაიზარდოს ეს ადამიანი და ამ შემთხვევაში ეს უკვე თავისუფალი ნება. თქვენ თუ გააწყობთ ესეთი პარტნიორი და ესეთი ადამიანი, სამყარომ აგერ დამიდასტურა თავისი ამოსვლით, რომ იმიტომაც შევახვედრი, რომ ის ადამიანი ისული გაზრდილი იყოს და რა თქმა უნდა თქვენს რაღაცა ქულები გეწერებათ, ესე არ არის, ხო? და მაინც ვკითხავ, გადავამოწმებ, სწორი არის თუ არა ეს არჩევანი იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, იმ პარტნიორებს, ვინც მათ ყავთ საჯარო გაშლა, არ ასე ტყოდით, ჩემო ამას უკარტებო. პირველ რიგში გეტყვიანი იმას, რომ კი ბატონო, გექნება ტვირთი, სათრევი ეს ადამიანი, მაგრამ დაფიქრდი, ნახე შანსს გაძლევენ. შეიძლება ამ ტვირთით, ამ რაღაცა ჯვარით, თუ რა ვიცი, განსაცდელით ამ ადამიანის თრევით, ხო? შენ ანუ გახდე ძალიან ძლიერი ქალი, შედგე როგორც ქალი და ბევრი რაღაც გადალახო და კიდევ რაღაც ახალი შანსი მოდის, ახალი დასაწყისი მოდის. თუ შენ იტვირთავ ამას, რა თქმა უნდა, ესეც თავისუფალი ნება. დაფიქრდი ჯერ თუ არა და მაშინ შეიცვლება ხო შენი სიტუაცია. იმიტომ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ ვქმნით ჩვენ ცხოვრებას და ასევე ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ. უბრალოდ უნდა რაღაც ნიუანსები იცოდე ადამიანმა და სამყაროს კანონების მიხედვით იხელმძღვანელო. ასე რომ ჯერჯერობით მაჩვენებენ რომ ტვირთია, მაგრამ თქვენ ძლიერი ხართ. და დაფიქრდით, ნება თქვენია. თუ მოგეწონათ, დამლაიქეთ და აბა თქვენიცით. დროებით.